Teglesachis kremi კაია, ცუდი სუნი ხوار აქ. მაჩვენი. აუ, არა, მან კანი გამიღიზიანი ადრესაში ვაიდ. კაი მაშინ ეს არ მინდა. გაღზიანება ისედაც არ მაკლია. ტეკლეს ნათლია შენი არ არის? აბა, გვერდზე გაიხედე სად იყურები? საჭმელი რო გადამწდებოდა ხომ და ჩემ მაღლა მაყურებინებდა. აი, ხედე ნათლია შენიაო და ეგრე ვარ მინჩეული. ნათლი! მოვალოცში. უკაცრავად, ამურიდან რომელს მირჩევთ, ეს მწვანე მქონდა, ძალიან მომწონდა, მაგრამ ეს ლურჯი აქვს ჩემ მეგობარს და ძალიან კმაყოფილია ამითაც, ფასები ძორი ერთნაირი აქვს და რავი რომელი უფრო კარგია თქვენი აზრით. იცით მე არ მუშაობ აქ. უკაცრავად. აუ, ნათლია ჩემი არის ტოპ ქალი. 50 ლარი მაჭუკა. ნათლია ჩემი ნათლების მერე გაქრა. ის ცოცხალია თუ არა. აუ, ხო ეგ ძალიან ტეხავს. ეგ სამი რაღაცა არჩიე. გოგო, ეგ ისე კაი ძვირიანები კია. არა უშავს, მე რებარათი თვიხდი, 4 თვეზე გავანაწილებ უპროცენტოდ, 0%. ისევ როგორც ნათლია ჩემის გავლენა ჩემ ცხოვრებაზე. უკაცრავად გოგოებო, ბოლო თქვენ ხართ ფარმაცევთან რიგში? არა, მიბრძანეთ ქალბატონო. აუ, რა უცნაურია. შეიძლება ეს ქალი იყო ჩემი ნათლია და არ ვიცი. აუ, მაგას მე გაგირკვე, მე მომანდე. უკაცრავად, ამას ეჩქრით ხმარ ყიდულობთ, მაგალითად თქვენი ნათლულისთვის. არა შვილო სახსრებისთვის არის ეს. გასაგებია. და იმ გოგონას ნათლია ხომ ბრძანდებით თქვენ შემთხვევით. ინგა, ჩვენი დივანი მოიდგა თუ რა ხდება? რა დივანი მოიდგა, გოგო, არ გამაგიჟოთ ახლა. ხო, მართალია, რომ დაჭდები, კოჭაობს რაღაცნაირად. და ნუ გადამრიეთ, კაცო, ახლა რა მოარყიეს არაჩვეულებრივი მუხის დივანი. ცოტა წაბნარებიც არის. ეს იყითა მზიარებამ კიევში, სანამე გავჩდებოდი 3 წლით ადრე. და მოითხა რას ნიშნავს? ალბათ იმას, რომ დივნები ვერ ცოცხლობენ ადამიანებზე დიდხანს. ვაიმე, მოდი ახლა და ამაწევინე ეს დივანი და ნახო რა მე ხوار ჩამოწყდა, კაცო. ომარიკო წადიშენი ჩაიდალია გაგიცივდება იცოდე. მოდი. მოკიდე მიდიხები და ავწიოთ. მიდი ცოტა. აუ, ჩამწყდა წელი. ვაიმე, დივანი კი არა, პარკეტი რა დღეშია შეხე. და ნახე რა მხელა ღრმულებია რა გამოხრულია ეს. თხუნელა ყავს სახში? რა თხუნელა ვერ ხედავ ჭიასა გამოხრული იატაკი. კარგად კი უმუშავია. როგორ უნდა ვიპოვოთ ახლა ეს? რა ვიცი მე ხლა როგორ ვიპოვო ეს? მთელ პარკეთს ხო არ აყრი. რამე რო ვაჭამოთ, რა ვიცი რა ჭამენ ჭიები. პარკეთს და შეგიჭამა უკვე. შენი გაკეთებული ჩხერო დავალევინოთ. გაბაზარი ხლა აქედან. და რა უყო ამას კაცო სულ მოუსპი. შეხედე ანაწაზე ცოტა ხშიც გაუკეთებია შავი ნახრეთი. აი შეხედე სკამის ფეხთან. მაჩვენი. ეს ნახრეთი კი არა. ეს არის სიგარეტით ამომწვარი. ალბათ ჭია მოწია განერვიულებულზე, ხო გაიგო ხრილები უპოვეთ. აჰა, მოვედით ომარიკო კლინიკაში. სისხლის ანალიზი კეთებ იცოდე მეტი არაფერი. ოდე, ბევრი სისხლი რომ მომაცალონ და მოუკვდე. რებს ამბობ ბიჭო, ვერ ახარ შენ, ხო იცი? მობძანდით ვინ არის? მიდი რაღაცას დაუკაკუნე კარებს და დროზე მეორე სართულზე. აუ, 6 ადამიანი არის იქში. ხვალ რომ მოვიდეთ? არა, ომარიკო, ვიჯდებით და დაბელოდებით აქ. რაო, რადიოლოგია, ტრავმატოლოგია, ვაიმე. უკაცრავად, ამ გინეკოლოგს კარები რომ დაუკიდოთ არ შეიძლება, ვერ გავიგე. ბავშვები გვყავს კაცო აქ. უკაცრავად, ქალბატონო, ჩემი ქმარი აქცევს, პალატაშიაო ასე მითხრეს და არ ვიცი. მე თქვენი ჭირი მე ქალბატონო რა, ისე გავზარდე ბავშვს ხაწელი მე არ ვიცოდი ჩემი ქმარი სად იყო და დიდი ამბავი ხარ თქვენი ავადმყოფოში მოძებნოთ რა. ეს ბავშვი სისხლის ანალიზიდან ტირილით გამოვიდა. მე შენია, წავალი ახლა სახში. მურჩი ახლა კაცო, ამ ხელაგზაზე ვარ წამოსული დაჭექი ხლა მანდ. რა კლინიკაში წამოვით რანაირი ექიმები დადიან რა. ნაზი ექიმო ბურჭულაძეც გადაუსხეთ სპირტის შემთხვევით, აი მე რა ვქნათ ახლა? ასეთი უყურადღებობა გაგონილა, იმედია სისხლის ანალიზს მაინც გამიკეთებენ სწორად. აი მე ჩვენს ანალიზებზე ვართ, ხო ბავშვი მოვიყვანე, თქვენს მერე ვართ ჩვენ. უი, ხომე გემოგლობინი მაინტერესებს. ჩემში ლაშკარად დაწეული გემოგლობინი და ანალიზი გაიკეთე აუცილებლად. აქ მუშაობს ჩემი შვილიც, ანუ იცის რა. აი რას ნიშნავს პროფესიონალი რა. არის ექიმია თქვენი შვილი. არა, ბუღალტერი არის აქ, ზემოთ მესამეზე. აუი. ხო ანასტასია. ინგა ომარიკომ ტაქსი გამაძახებინა და მოდის უკვე სახში, არის ნერვიულო. რა?
აი მე გამომეპარა. მზიებებოს 12 კვილი მოძრა. პროტაზე იყო ეგა. თუ რა შწერიანი. მეც მინდა ასეთი კბილები, რომ მოვიძრო ხოლმე და ისევ გავიკეთო. რა უნდა მე მაგას? დადექი მიდი კედელთან დაკრიჭა კბილები, მე ჩაქუჩს მოვიტან და ეგ არის. კაი გოგო, რევსეუნები მართლა იზამს. მომისმინეთ, ახლა ამდენი ბილეთი გვაქვს ჩვენ გათამაშების. შენ 18 და მზიებებოს 113. 18 და 113, ხო? აჰა. ხო და დაგიმატებდეთ და ჩემ ბილეთებსაც გაბევდება რაღაცნაირად შეგურიოთ, ხო? ისე საიდან მოაბროვე შენ ამდენი ბილეთი? გადასახადებს ცელი სოფელი მაგეთი ხდის. მეტი არც არაფერი არ გვიდგას სოფელში Paybox-ისგან და Paybox-ია და Paybox-ი ქვია მაგას. და ისე ჯობია ადამიანმა SMS კვითარია იყო ვიდრე ქაღალდის კვითრები, რომ ბუნებასაც გაუფრთხილდე. ბილეთების ჩუქებას კიდე არანაირი აზრი არა აქვს. ეხა Viber-ის ლინკით გაგაწევრიანებთ Paybox-ის არხზე და 5 ბილეთი კიდე დაგემატებათ. წარმოვიდგინე, ეხა პირადი კაბინეტი და მზიებებო რო ტელეფონის ნომერს ამატებთ. 10 წამში იქნა ეგ მზიებებო, რასაც ინგაზე ვერ ვიტყოდი. ჯერ ხო ნომერი ძლივ შეიყვანე და მე კიდე სუდალეცა ის სენსორიანი აპარატი. არაფერიც არ დამილეწავს, ვაშაყიდეთ თქვენნაირები. თალეცა. დედა როგორი ჩხუბია უბანში. ნინო, მოიწიე გოგო, ბეკა და თინა ჩხუბობენ. შემზე, შედუდუ ცომათხოვარო. მოვედი, ეს მეორე შენ შეჭამე. გოგო, ესენი კიდე ჩხუბობენ, წეღან დაწყევლეს ერთმანეთი. დედა რა სიტყვებს ამბობენ, გოგო. ომარიკო, რა გინდა შენ აქ? მიბრუნდი ხა იქ დიდამაშე. უყურე როგორ ისმენდა რა. რა გამოვტოვე, გოგო, გადახვევა არ შეიძლება. რა სიცინი ხარ შენ, მან დრო იცინი ხარ. აი მე დედა. რა მისანახაობა, აქ ჩხუბობთ მე რა, ჭორიკანაბებრები. რაო? რა თქვი გოგო? ჭორობა, სხვისი მეზიძღება, როგორ მეტავ მაგის თქმას. დანებე დედა ჩემს თავი, თორე პრობლემები შეგექმნება. აი მე სკვინტლი მოიწმინდე პატარა. ინო დამაკავე ახლა იცოდე, თორე თუ წვდი იმ თვეებში გავამელოდებ მე არ ვიყო ინგარა. ვაიმე ინგა რა ხდება, რატო ჩხუბობთ? რა და მოვარდა გოგო, ეს ცერცეტი ქალი და ჭორიკანაბებრები გვეძახა სულ ამ ხელა ქალებს. ვაიმე გაგონილა ასეთი რამეს თქვა. აი მე გაგონილა კი არა, ზედარ მიგაყოლო ქალო. ჩემი არი პატიოსანი მეორე დადიოდეს უბანში, ჭორიკნებო თქვენ. ხო, აბა გეგონოთ. ლალი დედეს კმართო რომ მიდიხარ ხოლმე სამშაბათობით 8 საათზე. დედა. გაიგე ქალბატონო ეკა, წადი ახლა კაცო დაიკარგი აქედან. ყოჩა ხომარიკო. აი შვილი. მზიებებო ჩამოდის მატარებლი თუ დელეგაცია. მთელი ოჯახი რო წამოგვიყვანე დასახვიდრად. ესე იგი რა, ჩირები და ჩურჩხელები რო ჩამოაქვს, მაშინ გიყვართ მარტობებია თქვენი. აუ ძან მიფცედენ ტუალეტში შევალ. შედი ხო. დედა ისე გამოვაქციე ბავშვი რო ვერ შევიდა ტუალეტში. იკაცრავად შვილო, აპარატენ ჩარიცხვეში დამეხმარეთ. კიდე პრობლემა ქალბატონო, აი მობრძანდით Paybox-თან. აუ ჯე ვერ შევედი იმ ტუალეტში. 54 წელია და მსუქანი ქალი დგას კარებში ჯოხით. ვაიმე ნონა კიდე ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ვაიმე, აჰა გამომართვი და მიეციეს ხურდა. ანასტასია, გამოდი ახლა, რაღაცა კეთებ ამდენი ხანი. ნახვამდის. Paybox-ის გათამაშებას ჩავდი ეს ქალი. პირადი კაბინეტიდან დაუმბადე ტელეფონის ნომერი, ნუ ასე ყურა გავაკეთე, მაგრამ მაყოფილი წავიდა. ესე იგი, მე აქ წვალებით მოგროვებული 18 ბილეთი მაგ და კონკურენტებს მიჩენს რა. აი მზიაბებო ჩამოვიდა. დედა რა არის, ამდენი პარკები რომ მოგაქვს, რა უბედურება. Paybox-ის ჩეკებია ესენ გავმართვი. 1 პანკი, 2 პანკი, 3 პანკი, 4 პანკი და 5 პანკი. ესე კიდე სუნკაშია. ტაქსი ხო არ გვინდა, ტაქსი, ჩასხედით წაგიყვანთ. ჩასხედით ეხა ტაქსიში, თორე სადაც არის ჩავიკეთს მიდე ჩავარდ მილიონდაკებში. უყურე, დატოვა ვიღაცამ ბავშვს ტუალეტებთან იხევა ტერილით. ვაიმე, გააჩერეთ მანქანა. გოგოებო, ტატუს გაკეთება გადავწყვიტე. აუ ძალიან ბევრი იდეა მომივიდა, ხა რა შეიძლება რომ დაიხატო. ხო, მიდი და მითხარ, თორე მე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. მაგალითად შენი ყოფილი სახელები შეგიძლია ჩამოიმწკრივო ხელზე. ნუ თუ ერთი არ გიყოფა მეორესაც მიაშველებ. გოგო, only God can judge me რო დაიწერო. აუ ისე იქ მეც კი ვიფიქრე. ვიხოთ და ჩემაგან მაფრთხილა რომ სადაც ანასტასიამ დაიხატა ტატუ, იქ დაიხატე შენცო. ხო გახსოვს მაშინ მოეწონა ძალიან შენი ტატუ. ზონაში? ბაზარი არ არის, მაგრამ მაგათ მოხოიც ლოკაცია შეიცვალეს. ვაგის-ვაგის მოპირდაპირეთ არიან ახლა ჭავჭავაძეზე, 53 ნომერში. ხო, მარტო მაგ სტუდიაზე დამთონება მან დაიხატა, თორე ძალიან გამიბრაზდება მერე.
მაშინ ოლიგად ქენჯაჯმი არ გამოგადგება. იმიტომ დედა შენიც გამჭჭის. მოვიფიქრე, წარბებს შორის დაიხატე კიდე წარბები და პრიდა კალოს დაიმსგავსები. ნეტა საერთოდ არ მეთქვა რა. თან მე ფერადი მნედა სად დავიხატო ეგეც არ ვიცი ხელზე ფეხზე თუ სად. სადა მაგრამ მან ურავინ ვერ დაინახავს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მშერზე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. კაი ხაჭაპური გაასწორებდა. აჭარულ ხაჭაპურს დავიხატავ, თან ბებიაჩემი ხო აჭარელი იყო და მაგისთვისაც პატივს მივაგებ. ხო, და გვერდზე მივუხატე ფხალეული. ბაბუაშენი ხო იმერელი იყო.